ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაციის და საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანის დემონსტრირების კიდევ ერთი დღე. 9 მაისი ექსპო ჯორჯიაში დღეს დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, სადაც ივანიშვილის რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ვინ ესწრება ღონისძიებას და რა განცხადებები გაკეთდა ექსპო ჯორჯიაში? სოფო ვარდიაშვილი გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით. დიახ, თამარ, ქართული ოცნების წარმომადგენლების აკ-ყოფნა საკმაოდ თვალშისაცემი არის. აქ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე არის ექსპო ჯორჯიაში გაშლილი პავილიონები. საზეიმო ვითარებაში აღინიშნება ევროპის დღე, არიან ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი ელჩები, მოქალაქეები დიდი რაოდენობით, თუმცა არ გამოჩენილან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე არ გამოჩენილან 2 დღის წინ ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომა გაიმართა, არაფორმალური შეხვედრა და მიწვეული იყო იქ კანდიდატის სტატუსის ქვეყანა ყველა, თუმცა მათ შორის არ იყო საქართველო. როგორც გავარკვიეთ, ოდნავ განსხვავებული მიზეზები აქვს ქართული ოცნების არ გამოჩენას ვარშავაში და აქ ექსპო ჯორჯიაში. ექსპო ჯორჯიაში, როგორც ევროკავშირის ელჩი განმარტავს, ღია მიწვევა იყო გაკეთებული ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ყველა მიიწვიეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამ ღონისძიებაზე, თუმცა პერსონალურ დონეზე მიწვევები არ გაგზავნილა არავისთვის, მათ შორის არც ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის, თუმცა ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამ ფორმატში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოსვლა არ ისურვეს და შესაბამისად აქ არ გამოჩენილან. რაც შეეხება იმას, რომ ისინი არ იყვნენ მიწვეული, გულისხმობ ქართულ ოცნებას ვარშავაში კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან ერთად. რა იყო ამისი მიზეზი? ჩვენ ვკითხეთ ელჩებს, ისინი რა თქმა უნდა იმეორებენ იმას, რომ ეს გამომდინარე იყო ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან, რომ ის შორდება ევროპას, რომ გაწყვეტილია ფორმალური კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მხრიდან. ელჩმა თქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე ელაპარაკა, რომ მიუღებელია რეპრესიები, მიუღებელია ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, მიუღებელია კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობები და რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აკარგინებს ახლა ქვეყანას შანსს და რისკავს მის მომავალს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ღია ღონისძიებაა, ჩვენ დავპატიჟეთ ყველა და ნახავდით კამპანიას, მათ შორის მედიაში, სოციალურ მედიაში, პოსტერებით, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა. ჩვენ არ გვაგვივრცელებია პერსონალური მოსაწვევები, არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. წუხვარ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ იმართება უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებაზე, სადაც საქართველო არ არის. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 1 წელია ახორციელებს. ეს უკიდურესად სამწუხაროა. დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება. საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას ისტორიული შანსი. საით მიდის საქართველო? ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს ჩემი უფლება არაა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ რა სურთ. საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს. ეს რეფორმები უნდა იქნეს გამოყენებული ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას, რაიმე სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი პირიქით და ამას ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაზე. ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს დღეს ეს ვიზეინოთ. რაც შეეხება ვარშავას, გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. ყველა მიცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. იმედი მაქვს ეს მოხდება და მომავალში ვიქნებით ერთად, ერთ კავშირში. იმედი მაქვს, რომ საქართველო როგორც ქვეყანა მის ხალხთან ერთად შეძლებს გზაზე დაბრუნებას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია და რა არის საქართველო? ესაა ქართველი ხალხი. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
ელჩებმა კვლავ გაიმეორეს ის გზავნილი, რომ კონკრეტული უარყოფითი შედეგები ნამდვილად მოსდევს ქართული ოცნების ქმედებებს, თუმცა მათი მხარდაჭერა ურყევია ქართული ხალხის მიმართ, რომლებსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ასეთი ხალხი ჩვენ აქ ძალიან ბევრი ვნახეთ, ვესაუბრეთ ამ პავილიონში სხვადასხვა სტენდების მასპინძლებს, ესენი არიან სხვადასხვა სოციალური პროექტისა თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი საქმე განავითარეს სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით და დახმარებით და ამ განვითარების პროცესში მათ სარგებელი ნახეს არა მხოლოდ თვითონ, არამედ დაეხმარნენ სხვა ადამიანებსაც, რომ ჩართული ყოფილიყვნენ და მიეღოთ სხვადასხვა სოციალური სერვისი თუ დასაქმებულიყვნენ ამ მცირე ბიზნესებში. ჩვენ პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა დააფინანსა 70-მდე ბიზნესს. აქ წარმოდგენილი არის 6-ოდე მათგანი ქვემო ქართლიდან სამცხე-ჯავახეთიდან. თითოეული მათგანის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში 200-300%-იც გაიზარდა დაფინანსების შემდგომ. რეგიონებში შესაძლებლობები უფრო ნაკლებია და მსგავსი ტიპის პროექტები აძლევს ბევრ შანსებს, რომ ერთ მხრივ ფინანსურად გაძლიერდნენ, დაფინანსება მიიღონ, რომ აღჭურვილობა შეიძინონ და მეორე მხრივ რაც კიდევ უფრო დამატებით სარგებელია, ეს არის მიღების თვალსაზრისით კინოს საკმაოდ მჭიდრო ასე ვთქვათ კონტაქტი აქვს ევროპულ კინოსთან. ამიტომ კულტურის სფერო საკმაოდ ასე ვთქვათ დიდია და ევროკავშირის მხარდაჭერა ამაში ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ესეთი დარგები იმაზე უფრო მეტად განვითარდეს, ვიდრე ეხლა არის. პირველ რიგში როგორც რეგიონის წარმომადგენელი, ასე ვიტყვი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მოღვაწე სახელოსნოებისთვის, მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მხარდაჭერა და მეცაც ვიტყვი, რომ არა ეს გრანტები, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს და ასევე სხვა დონორები, ფაქტიურად ჩვენ საქმეს ვერ დავიწყებთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, იყო ტექნოლოგიური კლუბების ქსელი, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 სკოლაში დავნერგეთ ტექნოლოგიური კლუბები, ვასწავლეთ 10 მიმართულება და ყავს 3000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელმაც გაიარეს ტექნოლოგიური მიმართულებით კურსები, ზოგი დასაქმდა, გაიარეს სტაჟირების პროგრამა და შეისწავლეს ახალი პროფესიები, რომლებიც დაეხმარებათ მათ როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაში. ზოგადად მცირე ბიზნესისთვის ეს გრანტები განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მცირე ბიზნესი დიდი კონკურენცია გაქვს. ჯერჯერობით არის რამოდენიმე დარჩენილი გრანტები, მაგრამ წინა წელს უფრო მეტი იყო. სამწუხაროდ შემცირდა და რა ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება, იმიტომ რომ რთულია რა აწარმოო ბიზნესი, სადაც დიდი კონკურენციაა და ხარ მცირე მეწარმე. ევროპის დღის აღნიშვნა გრძელდება და მთელ დღეს გაგრძელდება, დასრულდება კონცერტით. ახლა სხვადასხვა გამომსვლელები ლაპარაკობენ ევროკავშირის სიკეთეებზე, ასევე სხვადასხვა პროექტის წარმომადგენლები წარადგენენ საკუთარ პროექტებს. როგორც გითხარით, არ გამოჩენილან ქართული ოცნების წარმომადგენლები, იყვნენ მოსული ოპოზიციის წევრები, იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილან ქართული ოცნების წევრები. ოფიციალური ნაწილი ამ ღონისძიების შეიძლება ითქვას დასრულებულია და სავარაუდოდ დღის განმავლობაში აღარც მოვლენ აქ ქართული ოცნების წარმომადგენლები.